ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი ხდება, რადგან დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისათვის უკვე შეგროვდა 200,000 ლარი და ეს მარათონი გრძელდება. ეს თანხა მათ აუცილებლად დაეხმარებათ უკეთესი მომავლისთვის და ყველაზე მთავარი ეს სამოქალაქო სოლიდარობა აჩენს ყველაზე მნიშვნელოვანს იმედს იმისა, რომ ხვალ ჩვენ ყველას უკეთესი მომავალი გვექნება. ამიტომ მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხატო ამ აქტივისტებს, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები, ყველას უკლებლივ და მინდა ვთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ თქვენც შევერთდეთ სიმბოლურად, თუნდაც ამ მარათონს და რომ ეს პროცესი აუცილებლად აჩვენებს სამოქალაქო სოლიდარობის მნიშვნელობას და იმას, რომ სამოქალაქო სოლიდარობა უფრო მნიშვნელოვანია ავტორიტარიზმში, სადაც ბოროტი მმართველები სასიკვდილოდ წირავენ ადამიანებს და გარდა ამისა მინდა გთხოვოთ, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებმა გააკეთეს პეტიცია, რომელსაც უკვე 40,000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა და ამ პეტიციასაც ხელი მოაწეროთ, რომლის მიზანიც არის 200,000 ადამიანის ხელმოწერის შეგროვება, ისათვის რათა დარწმუნდეს ყველა, რომ ეს საკითხი მთელი ქვეყნის პრობლემაა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების მომწრენი ვართ დღეს ყველანი და მისთვის კიდევ ერთხელ ყველას მადლობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები აჩენენ ამ ქვეყანაში საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის იმედს.